გარემოვაჭრეთა აქციები გრძელდება. მოვაჭრეებმა დღეს ნახტლუღის ბაზრის დინამოს სტადიონისა და მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. მოთხოვნით გარევაჭრობის გაგრძელება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. აქციები კონსერვატიული და ხალხის პარტიის მხარდაჭერით განხორციელდა. გარემოვაჭრეებს სოლიდარობა მოძრაობა არ გამოუცხადა. გამოაცხადა თვითონ ბატონმა მერიმ ტელევიზიით გადმოვიდა ჩვენი ყურით მოსმენს ლაპარაკობ რომ გარევაჭრები უნდა ყოფილიყვნენ 2013 წლამდე ხელს შეუხებლები. გარემოვაჭრეებმა დილა ნახტლუღის ბაზარში ხმაურით დაიწყეს. მოვაჭრეები ქუჩებიდან მათაყრას და უმუშევრად დარჩენას აპროტესტებდნენ. მათი ნაწილი ბაზარში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს უერთდება. იყოს სახელმწიფო ბაზარი, იყოს ნაკლები გადასახადი, რომ გლეხს რო ერთი ვედრო აქვს, იმაში 7 ლარი როგორ გადაიხადოს მითხარი. ის 7 ლარი ისტავარი საერთოდ არ გამოვა. მე როგორ გადავიხადო ის კერძო ბაზარი რაში მჭირდება. ბაზარში არა გვაქვს ჩვენის ადგილები, შევედით ერთხელ ჩაყარეს ტუალეტთან. ბოდიში და ბუზები გვეხოვდნენ სუნი საშინელი, ამას ჩვენ ვერც ერთი მე რა რომ ჩვენ ვაჭრები ვარ და რაღაცას ვყიდით. ყველა ჩვენი არც ერთი არა ვარ ჩიგნით შემსვლელი. მოვაჭრეებმა მოგვიანებით კონსერვატიულ და ხალხის პარტიასთან ერთად საინფორმაციო აქცია დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. გარემოვაჭრეები იმ ადგილებზე სამუშაო დაბრუნებას ითხოვენ, სადაც აქამდე მუშაობდნენ. ლებადართული იყოს გარევაჭრობა, გარევაჭრობით აი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობთ ძალიან ისეთი ფენა, რომელსაც არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია შევიდეთ ბაზრობებზე, რაიმე თანხა გქონდეს, რომ ჩვენის ბაზრობის ხარჯები გავძლოთ და გადავიხადოთ. დინამოს სტადიონის შემდეგ საინფორმაციო აქცია მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოვაჭრეების მოთხოვნა აქაც იგივე იყო: სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. გარემოვაჭრეების აქციას დღეს მოძრაობა არც შეუერთდა. ლევან ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს უნდა მისცენ გარევაჭრობის უფლება, რადგან მათთვის ეს ერთადერთი საშემოსავლო წყაროა. ამ ადამიანებს მისცენ გარევაჭრობის საშუალება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო ამ ადამიანების წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილით დაიღუპებიან. ადამიანი, რომელიც ქუჩაში ვაჭრობს 24 საათი ზამთარში და ზაფხულში არის უკიდურესი გაჭირვების მაჩვენებელი. და ამ ადამიანებს უგზავნებენ ცხოვრებას და არსებობას. ასევე შეიქმნება გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგა, სადაც დარეგისტრირება ყველა გარემოვაჭრე შეიძლება. 19 აგვისტოს გარემოვაჭრეების და დევნილების გაერთიანებული აქცია გაიმართება, სადაც პრეზიდენტის აულობრის რეზიდენციიდან თბილისის მერიამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ. განაცხადი მერიაში აქციის გამართვის შესახებ საღამოს 5 საათზე შევიდა. უკვე ორი თვე არაც კასპის რაიონის 10 სოფელი სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. გლეხებს მოსავალი ვეღარ მოხავდა, აღნიშნავენ, რომ წყალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებმა გადაკეტეს. არსებობს თუ არა მიწების მორწყვეს ალტერნატიული გზა და რას აკეთებს გამგეობა გლეხების პირობების გასაუმჯობესებლად ნახეთ თამარ გრძელიძის რეპორტაჟი. ეს კასპის რაიონის სოფელ ოკამის შესასვლელია. ამ ადგილებში მოსახლეობა მოსავალს ელოდა. ორ თვიანმა უწყლობამ და გაუსაძლისმა სიცხეებმა გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აგერ სიმიზმიცაცია ერთი 15-20 მეტრები. ლობიო იყო ჩათეს. გავგილჯე, იმიტომ რომ გაცვიდა ფოთოლი პარკი არა აქვს. მარცვალი არ არის, წერს მაგალითად ლობიო როგორ წამოთაბიც. ოკამში ეს ერთადერთი წყაროა, რომელიც 800 კომლიან სოფელს ამარაგებს. აქ სულ რიგია. მოსახლეობა ეზოებში ხეების მოსარწყავად წყალს ამ წყაროზე აგროვებს. აქვე იკრიბებიან ერთმანეთისთვის აზრების გასაზიარებლად. ამბობენ, რომ წყალი ოკუპირებული ადგილებიდან რუსებმა გადაკეტეს. ალტერნატიულ გზებს კი გამგეობა არ ეძებს. წყაროზე ირკვევა, რომ მსგავს მდგომარეობაში კიდევ 9 სოფელია. გეუბნებიან, მithom ისინი თხოვენ გასსა, ესენი არ აძლევენ მithom. მithom ახლა სხვა ვარიანტები წავიდა, რომ გინდაო მივცეთო გაზიო, მაინც დაგვიწყვეტ ამ წყალს. მოლაპარაკება ვიღაცა ხოვნა მივიდეს მელაპარაკოს. არავინ არ მიდის იქიდან. ისენიდან იქით ჩვენებიდან აკეთებენ. სანამ ორ მხარეს შორის მოლაპარაკება არ დაიწყება, არაფერი ეშველება სოფელ ლამისყანასაც. აქ სარწყავი არხები დამშრალია. მოსახლეობა იძულებულია წყალიჭებიდან ამოქაჩოს და ხეხილი ამ წყლით მორწყას. წყალი რო არა გვაქვს ახლა ხმება ნაკვეთები. უკვე დღესა გადამხმარია. ბოსტნეული აღარ არის სოფელში. ბოსტნეულზე ლაპარაკი აღარ არის აქ. მრავალწლოვან ნარგავებზია უკვე ვაზი, ხილი, ატამი, რა ვიცი, ყველაფერი. ხილიც ხმება. წყალი თუ არ მივაშველით, არაფერი არ გვეშველება. აი ესე ვეწვალებით. იმის გასარკვევად აქვს თუ არა გამგეობა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების ალტერნატიული გზები ჩვენ კასპის გამგეობაშიც მივედით. გამგებელი კახა ხაჩირიშვილი არ დაგხვდა. მან არც მაესტროს სატელეფონო ზარებს უპასუხა. რამდენიმე სოფელი გამგებლისგან პასუხს ორშაბათამდე ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვას აპირებს.